ოსური ზღაპრები. თარგმანი მერი ცხოვრებოვას. გამომცემლობა ერისტონი. ცხინვალი 1974 წელი. ბებერი მგელი. იყო ერთი მგელი. ძალიან დაბერდა და ერთხელ თავის თავს უდო. ვინ დათვლის, რამდენი საქონელი დამიგლეჯია, რამდენი ზიანი მიმიყენებია ხალხისთვის. ახლა სალოცავში უნდა წავიდე და ცოდვებისაგან განვიწმინდო. გაუდგა გზას. აბა რას იზამდა, ბევრი იარა თუ ცოტა, ვინ იცის და ერთ კორწს მიაღწია. კორზე ერთი კოჭლი ცხენი ბალახობდა. მგელი მიუახლოვდა და უთხრა: ცხენო, უნდა შეგჭამო. შეგარცხვინა ღმერთმა, ბებერო მგელო. ნეტავ რა ნამუსით მეუბნები მაგას. ხორცი მიარმაბია და ფეხიც ნატკენი მაქვს. აბა ახლოს მოდი და გამისინჯე, უთხრა ცხენმა. მგელმა რომ ცხენის ფეხსინჯვა დაუწყო, ცხენმა ცხო, წიხლი და შუბლი ჩაულეწა. ძლივ-ძლივობით მიბანცალდა შუბ-გატეხილი. მგელი ერთ გამოქვაბულში და იქ კარგა ხანს იკუნეს. როცა გამოკეთდა, ისევ გაუდგა გზას. კარგა ხნის სიარულის შემდეგ ერთი დღეს მიიღო. იქვე ორი ერკემალი ძოვდა. დაინახა მგელმა და გაიფიქრა. მოდი ამ ერკემლებს შევჭამ. რა მნიშვნელობა აქვს, ჯერ ხომ ეკლესიამდე არ მივსულო. მივიდა ერკემლებთან და დაუძახა. ერკემლებო, უნდა შეგჭამოთ. შეგარცხვინა ღმერთმა, ბებერო მგელო. ეგრე შეჯმა როგორ იქნება? და მაშ როგორ? როგორ და ჩაგვიდექი შუაში. ჩვენ აქეთ-იქით წავალ და როცა შენსკენ გამოიქცევით, რომელიც უკან დარჩება, ჯერის შეჭამე, მერე კი მეორე. დაეთანხმა მგელი. კი ბატონო. და ჩაუდგა შუაში. ერკემლები აქეთ-იქით გაიქცნენ, მერე გამოექანენ უკან და მგელს ფერდები შეულეწეს. გაგორდა მგელი, აბა რა მოუვიდოდა. ნეკნებ ჩამტროულზე, ზეზე ადგომას აღარ შეეძლო. ვინ იცის რამდენ ხანს ეგდო, მაგრამ მაინც გამოკეთდა და ისევ მოინდომა სალოცავში წასვლა. იარა და მივიდა ერთს. სოფლის ბოლოს მინდორზე ერთი დეკეული ბალახს ძოვდა. მგელმა დაინახა და ამასაც შეჯმა მოუნდა. ეგრე შეჯმა არ იქნება, უთხრა დეკეულმა. მაშ როგორ? კითხა მგელმა. როგორ და მე ვიმღერებ, შენ ბანი მითხარი, მერე კი შემჭამე. დეკეულმა ბღავილი მორთო, მგელიც აღმულდა. ამ ხმაურზე მთელი სოფელი გამოცივდა და სალოცავში მიმავალი მგელი ერთი მაგრად მიასიკვდი.